სიურეალიზმი ანუ ზერეალობა ბევრისთვის ჯერ კიდევ უცხო რამ არის და ხშირად როგორც განსხვავებულ სიგიჟედ აღიქვამენ. შევეცადეთ თბილისშიც მოგვეძებნა სიურეალისტური ნიმუშები და აქაც წავაწყდით რამდენიმე მათგანს. ისიც აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენთანაც არსებობენ თინეიჯერები, რომლებიც დაინტერესებულები არიან სიურეალისტური ხედვითა და შემოქმედებით. სიურეალიზმი მომწონს, იმიტომ რომ უფრო შინაგანს მეტად გადმოსცემ ვიდრე სხვა ჟანრში. ეს არის რაღაც ქვეცნობიერის გამოხატვა და არა უბრალოდ რასაც ხედავ. ეს არის რაღაც ზებუნებრივი, სიზმრისეული ნიჭი, გადმოცემა შენი ემოციების და აზრების. რაც იმაზეც მეტყველებს, რომ საქართველოში მით უმეტეს ეს ერთეულები არიან ის მხატვრები, რომლებიც სიურეალისტურ ჟანრს მიმართავენ და არა მარტო მხატვრები, მწერლები. ეს არის ზოგადად ფართო იდეოლოგია, რომელიც მწერლებს აქვთ გარკვეული ტიპი და არ ჯდებიან იმ ჩარჩოებში, დოგმატიკა არ აქვს. რაც შეეხება საქართველოში არ არსებობს სიურეალიზმი, მე ვერ ვხედავ ასეთ ადამიანებს და ვისურვებდი, რომ გამრავლებული იყოს და აღორძინებული იყოს სიურეალიზმი საქართველოში დაგვეხმარებოდა ნამდვილად. უბრალოდ ამისათვის საჭიროა, რომ ქართველებს ჩამოვყალიბდეთ გარკვეული ხედვა ამ ჟანრის მიმართ. სიურეალიზმი ზერეალობას ნიშნავს. ჩემთვის თავისუფლებაა სიურეალიზმი. და ქვეცნობიერის გამოვლენა ნებისმიერი გზით, მხატვრობით, მწერლობით, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ყველანაირი მორალური და ეთიკური ჩარჩოების გარეშე, რაც ძალიან რთულია დღეს საქართველოში მით უმეტეს. თავიდან რა თქმა უნდა კრძალავდნენ როგორც ყველაფერ ახალს. დოგმებისგან გათავისუფლებულია და ძალიან თავისუფალია. საზოგადოებას ინდივიდები დიდად არ უყვარს. განსაკუთრებით თავიდან, როცა ახალია ეს სფერო. სიურეალიზმი საქართველოში როგორც ასეთი არ არსებობს, მიღებული არ არის, არც ეს მე ესე მგონია. იმიტომ რომ ჯერ კიდევ შავებში დავდივართ და ჯერ კიდევ არ გაგვიფერადებია ჩვენი ცხოვრება. იმედია ქართველი ხალხის ცნობიერება უფრო გათავისუფლდება და ჩვენი აზროვნება უფრო გაფერადდება და არ ვიქნებით ისევ ისეთი ნაცრისფერები, როგორიც ვართ.